დღეს ერთ არაჩვეულებრივ მცენარეზე, ბეგიაურზე მინდა მოგითხროთ და ბოლოს, როგორც ყოველთვის, რეცეპტები შემოგთავაზოთ. იმის გამო, რომ ის მთელს მსოფლიოში იზრდება, გასაკვირი არ არის, რომ ბეგიაურს ტრადიციული გამოყენების მდიდარი ისტორია აქვს. მას თავისი სამკურნალოს გარდა ძალიან პრაქტიკული დანიშნულებითაც იყენებდნენ. ერთ დროს მისგან ქვეშაგებს ამზადებდნენ. ბეგიაური იმის გამო, რომ დახოვებული სახით ის ნაკლებად იტკეპნება და ჰაერგამტარბადეს ქმნის, ბევრ კულტურაში ლეიბების გასაკეთებლად გამოიყენებოდა. აქედან მოდის მისი კიდევ ერთი ინგლისური მეტსახელი, bedstraw, ანუ საწოლის თივა. სხვათა შორის ბევრი თარგმანის მიხედვით დედაღვთის მშობელმა სწორედ მისგან გააკეთა ჩვილი იესოს ლოგინი. საინტერესოა, რომ ბეგიაურის ღეროების საცერს ცნავდნენ, ამ საცერს ცოტა ხნით ახლად მოწველი რძეში დატოვებდნენ და ამოურევდნენ. ამ გზით მას ფილტრავდნენ, რაც მისგან ერთის მხრივ ცხოველის ბეწვების მოშორებას ემსახურებოდა და მეორეს მხრივ თვლიდნენ, რომ ამით რძეს ბეგიაურის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით ამდიდრებდნენ. შვედეთის ზოგიერთ ნაწილში, სადაც მეცხოველეობა ისტორიულად წამყვანი დარგი იყო, ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ამერიკული ტომები კი ამ ბალახს თირკმლის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ვენერიული დაავადებების სამკურნალო საშუალებად იყენებენ. ზოგჯერ მას ამერიკელი ქალები ორსულობის თავიდან ასაცილებლადაც მიმართავდნენ. სანამ ბეგიაურის რეცეპტებზე გადავალთ, მოდით გავერკვეთ, რისთვის გამოგვადგება ეს მცენარე. მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ რაც მას სხვებისგან გამოარჩევს, ის იდეალური მცენარეა ლიმფური სისტემის გასაწმენდად. რა შესანიშნავი დამთხოვა, რომ ის გაზაფხულზე სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც ნაზამთრალ-მოდუნებულ იმუნურ სისტემას დახმარება სჭირდება. ამ მცენარის გამწმენდი მოქმედება ლიმფურ სისტემაზე კი რა თქმა უნდა იმუნური სისტემის ფუნქციას აძლიერებს. მაგრამ რა არის და რაში გვჭირდება ლიმფური სისტემა? ეს არის ქსოვილებისა და ორგანოების ქსელი, რომელსაც ორგანიზმიდან ტოქსინების, ნარჩენების და სხვა არასასურველი მასალების მოშორება ევალება. მისი ძირითადი ფუნქცია ლიმფის ტრანსპორტირებაა, ეს კი არის სითხე მთელს ორგანიზმში, რომელიც სისხლის ინფექციასთან მებრძოლ თეთრ უჯრედებს შეიცავს. ბეგიაური აძლიერებს ლიმფური სისტემის ფუნქციას და აუმჯობესებს ტოქსინების გამოდევნის უნარს და ამცირებს შეშუპებებს. ბეგიაურის შარდმდენი მოქმედება ხელს უწყობს თირკმლებიდან ნარჩენების, ტოქსინებისა და ჭარბის სითხის გამოდევნას. როდესაც თირკმლებში ავადმყოფობის გამო სისხლის მიმოქცევა მცირდება, ისინი ამაზე წყლის შეკავებით რეაგირებენ, რის გამოც ასეთ დროს შარდმდენი მცენარეული საშუალებები შეიძლება სასარგებლო იყოს. შარდმდენები თირკმელებს შარდის გზით ჭარბი ნატრიუმის გამოყოფაში ეხმარებიან და სხვა მინერალების დაგროვებას აფერხებენ, რომლებსაც სხვანაირად თირკმლის ქვები შეიძლება გამოეწვია. მაგრამ თუ თქვენ უკვე თირკმლის დაავადება გაქვთ, მნიშვნელოვანია, რომ შარდმდენი მცენარეების გამოყენებამდე ექიმს ესაუბროთ, რადგან მან ეს ყველაფერი თქვენს ანალიზებსა და თქვენს მიერ გამოყენებულ მედიკამენტებს უნდა მოარგოს. სხვადასხვა კვლევებმა ბეგიაურის ჰეპატოპროტექტორული, ანუ ღვიძლის დაცვის ეფექტი დაადასტურა. ის არა მხოლოდ იცავს ღვიძლს და ზიანებისგან, არამედ თავისი გამწმენდი თვისებებით მას განკურნებაში ეხმარება. ბეგიაური ასევე ნაღვლის გამომუშავებას სტიმულირებს და ხელს უშლის ნაღვლის სადინრების გადაკეთებას. ბეგიაურის ტრადიციული გამოყენების ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი მისი გავრცელებული დანიშნულება საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა იყო და რჩება კიდეც. ეს იმით არის განპირობებული, რომ მას შარდმდენთან ერთად დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რის გამოც ის საშარდე გზების ინფექციების პრევენციისა და სამკურნალოდ მართლაც იდეალური მცენარეა. ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად მწვავე ან ქრონიკული ცისტიტისა და ლიმფური კვანძების შეშუპების დროს ბეგიაურის გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან. ბეგიაური ასევე სასარგებლოა შარდის ბუშტის გარსის გაღიზიანებისგან დასაცავად, რასაც პოტენციურად შარდის ბუშტის გადამეტებული აქტიურობა შეიძლება გამოეწვია. გააჩნია რა დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ბეგიაური ტრადიციულად გაღიზიანებულ კანზე, ჭრილობებზე და ანტიკურ საბერძნეთში გველის ნაკბენის დროსაც კი გამოიყენებდნენ. ამ მცენარეს ისეთ ქრონიკულ მდგომარეობების შემსუბუქებასაც კი შეუძლია დაეხმაროს, როგორიცაა ფსორიაზი და ეგზემა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბეგიაური სალათებში დამატებული უმადაც გემრიელია, მაგრამ საამისოდ მისი მხოლოდ ნორჩი დაბოლოებები გამოდგება. ეხლა კი რეცეპტებზე გადავიდეთ. ბეგიაურის ჩაი. ეს არის ნაზი მატონიზირებელი საშუალება, რომელიც ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და რაც მთავარია, ლიმფის გამწმენდი თვისებებით. დაგჭირდებათ ერთი სუფრის კოვზი ნედლი ან ერთი ჩაის კოვზი გამხმარი ბეგიაური. ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ბეგიაურს მდუღარე წყალი დაასხით და 5-10 წუთი დაელოდეთ. გადაწურეთ და ცხელი ან ცივი, სურვილისამებრ ლიმონით ან თაფლით მიირთვით.
სასურველი ეფექტისთვის დღეში 2-3 ჯერ დალიეთ. ბეგიაურის ცივი ნაყენი, მინის ჩურჩელი 2/3-ზე ნედლი დაჭრილი ბეგიაურით გაავსე. ჩურჩელი ცივი წყლით გაავსე და მთელი ღამით მაცივარში დატოვეთ. დალევამდე გადაწურეთ. ეს გამაგრილებელი ოდნავ მოტკბო, კიტრის მსგავსი არომატის სასმელი ეხმარება ჯანსაღ ლიმფურ დრენაჟს და თირკმლის, შარდის ბუშტისა და საშარდე გზების დეტოქსიკაციას უწყობს ხელს. ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც გაზაფხულ-ზაფხულის ორგანიზმის გამწმენდი სასმელი. ბეგიაურის საფენი კანის პრობლემების ან ნაკბენების დროს. შეაგროვეთ ნედლი ბეგიაური სუფთა დაუბინძურებელი გარემოდან. მცენარე ხელით ან კოვზის ტარით დააკუცმაცეთ, რათა წვენი გამოუშვას და პასტის მსგავსი მასა მიიღოთ. მიღებული მასა დაზიანებულ ადგილას დაიდეთ. ეფექტურობისა და სიმკვრივის გასაზრდელად შეგიძლიათ თაფლი აურიოთ. ასევე შეგიძლიათ ბეგიაური მცირე რაოდენობის წყლით დააბლენდეროთ, გადაწუროთ და საბოლოოდ მაგალითად მზის დამწვრობის ან მცირე გაღიზიანებების დროს კანზე დაიდოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბეგიაური სუფთა ქიმიკატებისგან დაცული ადგილას მოკრიფოთ. მაქსიმალური სარგებლისთვის ახალი ბეგიაური გამოიყენეთ. ჩაიტარეთ ალერგიის ტესტი, ალერგიული რეაქციის გამოსარიცხად მცირედი რაოდენობა კანის მცირე უბანზე დაიტანეთ. ბეგიაურის ზეთი გამოიყენება კანის მოვლისა და მასაჟისთვის, განსაკუთრებით ანთებითი ან გაღიზიანებული კანის შემთხვევაში. დაგჭირდება ახალი ან გამხმარი ბეგიაური, მხოლოდ ფოთლები და ღეროები. ზეითუნის ზეთი შეგიძლია ქოქოსის ან ნუშის ზეთიც გამოიყენო. თუ ახალ ბეგიაურს იყენებ, მცენარე ცივი წყლით გარეცხე. კარგად გააშრე. ნესტი არ უნდა შეხვეს, რომ ზეთი არ გაფუჭდეს. დააკუცმაცე მცირე ნაწილებად. თუ გამხმარ ბეგიაურს იყენებ, უბრალოდ დააკუცმაცე და მინის ქილაში ისე ჩაყარე, რომ ქილის დაახლოებით 2/3 შეივსოს. ზემოდან დაასხი ზეთი ისე, რომ მცენარე მთლიანად დაიფაროს და ოდნავ მეტიც იყოს ზეთი ზემოდან, რომ არ გამოშრეს. ქილას თავსახური კარგად დაახურე. ქილა მზის შუქისგან დაცულ თბილ ადგილას 4-6 კვირის განმავლობაში დადგი. ყოველ დღე ოდნავ შეანჯღრიე. თბილი მეთოდი, ანუ დაჩქარებული მეთოდით თუ გირჩევნიათ, ქილა ორთქლზე ან წყლის აბაზანაში 2-3 საათით ჩადგით. მნიშვნელოვანია ზეთი არ ადუღდეს. ტემპერატურა 40 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს, რომ ზეთი არ დაიშალოს. მიღებული ნარევი დოლბანდით ან მარლით გადაწურეთ. სუფთა მინის ბოთლში ან მუქი ფერის ფლაკონში გადაასხით და გრილ ბნელ ადგილას შეინახეთ. სწორად შენახული ზეთი 6 თვემდე ძლებს. მიღებული ზეთი კანის მწვავე პრობლემების, აკნეს, ჭრილობების, წერების ნაკბენების დროს დღეში 2-3 ჯერ წაისვით. კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ ღამით გამოყენებას. ფსორიაზის და ეგზემის სამკურნალოდ შეგიძლიათ ბურდოკის, ანუ ოროვანდის ფესვით შეურიოთ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.